მოგესალმებით ინვენტორის თბილისის შოურუმიდან. შეგახსენებთ, რომ ინვენტორი გახლავთ ევროპაში საუკეთესო ბრენდი ტექნიკაში და ჩვენ ინვენტორს გვაქვს 60 წლიანი ისტორია წარმატებული, რაც მთავარია ნესტთან ბრძოლაში და სხვა ტექნოლოგიებში. ამ შემთხვევაში დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ინვენტორის ერთ-ერთ უახლეს ახალი თაობის ნესტის შემწო აპარატს, რომელიც რამდენიმე კვირაა ჩვენ მივიღეთ ჩვენს შოურუმებში, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში და დღეს ვისაუბრებთ კონკრეტულ მოდელზე. ეს გახლავთ ინვენტორ ალვა 10 ლიტრიანი მოცულობის მოდელი, რომელსაც დეტალურად განვიხილავთ ძალიან მალე. როგორც ხედავთ, ეს გახლავთ ინვენტორის ყუთი და ჩვენ შესაბამისად დასაწყისიდან, ანუ ყუთის ამოღების მომენტიდან განვიხილოთ ჩვენი ინვენტორ ალვა. ყუთის გახსნის შემდეგ თქვენ რა თქმა უნდა ყუთში აღმოაჩენთ საბუთს, ოფიციალურ პასპორტს და ასევე ინსტრუქციებს ჩვენი ალვის გამოყენების შესახებ. ასევე თქვენ ყუთში დახვდებათ აი ეს დრეკადი, დრენაჟის მილი და ხშირია კითხვები თუ რისთვის არის ეს საჭირო. მე ძალიან მარტივად დაგიხსნით, რომ ეს მილი გამოსაყენებლად არის ძალიან მარტივი და ისეთ ობიექტებზე გამოიყენება, სადაც არსებობს ტრაპი ან ისეთი ადგილი, სადაც შესაძლოა ის წყალი, რომელიც გროვდება ნესტის აპარატში, გავიდეს თვითონ და თქვენ აღარ მოგეწიოთ კონტეინერის ხელი დაცლა. ანუ ჩვენ აპარატს გააჩნია ორი ალტერნატივა, ერთი ეს გახლავთ კონტეინერი, რომელშიც გროვდება წყალი, შესაბამისად მეორე ალტერნატივით თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ აი ეს დრენაჟის მილი ტრაპში, ან როგორც გითხარით, ან სხვა ადგილას და წყალი თვითონ გაიცლება ამ შემთხვევაში. გადავიდეთ უკვე ინვენტორ ალვას დეტალურ განხილვაზე და პირველ რიგში, როგორც ხედავთ, ჩვენი ინვენტორი არის ძალიან ლამაზი და დახვეწილი დიზაინის, მასზე მუშაობს ძალიან საუკეთესო დიზაინერები და ის წონაშიც ძველ მოდელებთან შედარებით გახლავთ უფრო მსუბუქი და დაახლოებით მისი წონა შეადგენს 10 კილოგრამს. ეს აპარატი კონკრეტულად უკვე დაფუძნებულია ხელოვნურ ინტელექტზე, მასში ჩასმულია ჭკვიანი ტვინი, რომელიც ავტომატურად თქვენი ოთახის შესაბამისად აღიქვავს თქვენს საჭიროებებს. გადავიდეთ უშუალოდ აპარატის როგორც ტექნიკურ, ისე პროგრამულ ხარეზე და განვიხილოთ მისი თითოეული დეტალი. როგორც ხედავთ, აპარატი არის გადასაადგილებელი, ის დგას გორგოლაჭებზე და მისი გადაადგილება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სასურველ დროს ოთახიდან ოთახში. მხოლოდ და მხოლოდ ის საჭიროებს დენის წყაროს და თქვენ გადაადგილებთ მას ადგილიდან ადგილზე. აპარატის უკან, როგორც ხედავთ, განთავსებულია ფილტრი, ეს გახლავთ ბადე ფილტრი. ეს ფილტრი საჭიროა, რადგან აპარატი უკანა მხრიდან იწოვს ჰაერს და შესაბამისად გარემოდან გამომდინარე ფილტრზე პერიოდულად დაიმტვერება და იქნება გასაწმენდი. შესაბამისად, თქვენ ამ შემთხვევაში ამ ფილტრის გაწმენდა შეგიძლიათ როგორც მშრალად, ასევე შეგიძლიათ ონკანზე თბილი ან გრილი წყლით მისი გარეცხვა. არ გააკაროთ ქიმია, რადგან ქიმიამ შესაძლოა დაწვას ბადე. მხოლოდ და მხოლოდ წყლის მეშვეობით შეგიძლიათ გარეცხოთ ფილტრი. როგორც უკვე აღვნიშნე, აპარატს მოყვება დრენაჟის დასაერთებელი წერტილი და ის მდებარეობს აქ. ეს არის სპეციალურად გათვლილი წერტილი, რომელშიც ერთდება დრენაჟის მილი ამ მეთოდით და თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული დრენაჟის მილი დაერთოთ ტრაპზე და აპარატი თავად დაცლის მოგროვილ წყალს. აპარატს რა თქმა უნდა მოყვება კონტეინერი და კონტეინერი განთავსებული აპარატის უკანა მხარეს, როგორც ხედავთ, მისი მოხსნა შესაძლებელია ძალიან მარტივად აი ამ მეთოდით. კონტეინერის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 3 ლიტრ წყალს და როდესაც კონტეინერი ივსება, აპარატი თავად გაითიშება ავტომატურად. თქვენ მოხსნით კონტეინერს კუთხეში განთავსებულ თავსახურიდან, თქვენ შეგიძლიათ უკვე გადაასხათ წყალი, დაცალოთ იგი, რა თქმა უნდა დაახუროთ და დააბრუნოთ კონტეინერი თავის ადგილზე. აპარატის ჩართვამდე აუცილებელია, რომ თქვენ თავარი წესი დაიცვათ. ეს გახლავთ შემდეგი, რომ აპარატი არ მიადგათ კედელთან ძალიან ახლოს. სავალდებულოა, რომ კედლიდან მისი მოშორება მინიმუმ 50 სანტიმეტრი იყოს, რადგან აპარატი როგორც მოგეხსენებათ, უკნიდან იწოვს ჰაერს, შესაბამისად ჰაერის ნაკადი რომ არ ჩაიკეტოს, აუცილებელია დაიცვათ შესაბამისი დისტანცია. აპარატის ჩართვამდე შეგახსენებთ, რომ კონკრეტულად ეს მოდელი გახლავთ დღეღამეში 10 ლიტრი მოცულობის, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია 10 ლიტრი წყლის გატანა 24 საათში. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ანალოგიური ტიპის მოდელები, რომელიც გახლავთ 12 ლიტრი მოცულობის და რაც შეეხება ფართობებს, ეს მოდელი ყოფნის დაახლოებით 50 კვადრატამდე ფართობს, ხოლო 12 ლიტრიანი მოდელი ყოფნის დაახლოებით 60 კვადრატამდე ფართობს. გადავიდეთ უშუალოდ აპარატის ჩართვაზე
და შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი აპარატის ღილაკები, რომელიც გახლავთ სენსორული და მხოლოდ თითის დადებით მოქმედებს ისინი. ჩართვის ღილაკი წითლად არის მონიშნული, შესაბამისად დავაჭერთ ძალიან მარტივად თითს და თქვენ როგორც შეამჩნევთ მოძრავი ფრთა, რომელიც ინვენტორს მოყვება, ეს გახლავთ ჰაერის გადანაწილების სპეციალური პანელი და ჰაერის გადანაწილება მთლიან ოთახში ამ პანელის მეშვეობით ხდება თანაბრად. Როგორც ხედავთ, ინვენტორის წინა პანელზე განთავსებულია ფერადი ინდიკატორი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი ვიზუალური ხარისთვის და ეს ინდიკატორი შედგება ერთი ფერისგან და სამ ტონალობაში გადადის გარდამავალი ფერები. დაიმახსოვრეთ, რომ ლურჯი ფერი ეს გახლავთ მაღალი ტენიანობა, ცისფერი ფერი ეს გახლავთ ნორმის ფარგლებში ტენიანობა და ღია ცისფერი ამ შემთხვევაში ნიშნავს დაბალ ტენიანობას. ფერები აღიქმება საკმაოდ კარგად, შესაძლოა ახლა ვიდეოში არ ჩანდეს, თუმცა რეალობაში თქვენ როდესაც დავდგათ აპარატს, ყველა ფერს თავისუფლად გაარჩევთ. გადავიდეთ უშუალოდ ღილაკების აღწერაზე და განვიხილოთ თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი. პირველ რიგში ვაკვირდებით ციფრულ მანიშნებელს, ეს არის ოთახში არსებული ტენიანობის დონე პროცენტული მაჩვენებელი. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენს ოთახში არის 33%, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენიანობა ნორმაზე მცირედი დაბალია და როგორც ხედავთ, აპარატი იმყოფება გათიშულ მდგომარეობაში, რადგან ჭკვიანი რეჟიმის წყალობით აპარატი აღიქვავს, რომ ოთახში ნორმაზე დაბალი ტენიანობა და შესაბამისად გადადის დასვენების რეჟიმში. როდესაც ტენიანობა მოიმატებს, ამ შემთხვევაში ნორმის ფარგლებზე უკვე ზევით იქნება, აპარატი ავტომატურად გააგრძელებს მუშაობას. ეს გახლავთ ჩართვის და გამორთვის ღილაკი და უმჯობესია და რეკომენდაციაა ჩვენგან, რომ დენის წყაროში შეერთებამდე აუცილებლად გათიშოთ აპარატი თუ ის არის ჩართულ მდგომარეობაში ღილაკით და მხოლოდ მას შემდეგ გამოაერთოთ დენის წყაროდან. და პირიქით, როდესაც ჩართვას დააპირებთ აპარატისას, ჯერ აერთებთ დენის წყაროში, შემდეგ თავთ აღნიშნული ღილაკით. ეს გახლავთ წყლის კონტეინერის ინდიკატორი და როდესაც კონტეინერი გაივსება წყლით, აუცილებლად აინთება აი ეს კონტეინერი წითლად, რაც იმას ნიშნავს, რომ კონტეინერი გაივსო წყლით, აპარატი ამ შემთხვევაში გაითიშება, თქვენ რომც არ ბრძანდებოდეთ სახლში, აპარატი არ ჩაირთვება იქამდე, სანამ თქვენ არ დაცლით კონტეინერს და არ დააბრუნებთ მას საკუთარ ადგილას. აღნიშნული ღილაკი არის რეჟიმებს შორის გადართვა. ჩვენ მოცემული გვაქვს სამი რეჟიმი: მექანიკური, ჭკვიანი რეჟიმი და სარეცხის შრობის ფუნქცია. მექანიკური რეჟიმის შემთხვევაში აპარატი არის ჩართული მუდმივად და ითიშება მხოლოდ მაშინ, როდესაც ივსება წყლის კონტეინერი. ეს რეჟიმი, ჭკვიანი რეჟიმი ჩართულია და შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აპარატი დაფუძნებულია და აწყობილია მთლიანად ხელოვნურ ინტელექტზე, შესაბამისად, ეს რეჟიმი იდეალურია თქვენთვის. ამ რეჟიმის დროს აპარატი თავად განაგებს ყველა სიტუაციას. მან თავად იცის, როდის ჩართოს ჰაერის წმენდის ფუნქცია, რომელიც იონიზაცია მოყვება ამ აპარატს, როდის ჩართოს ტენის ამოშრობის ფუნქცია, როდის დაარეგულიროს ჰაერი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს რეჟიმი არის ყველაზე მარტივი რეჟიმი, შეგიძლიათ აპარატის მიტანისას ჩართოთ ეს რეჟიმზე და თვითონ გააკეთებს ყველანაირ საქმეს. მაისურის ღილაკი. ეს არის ძალიან საჭირო ფუნქცია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ეს რეჟიმი აშრობს სარეცხს. ანუ თქვენ შეგიძლიათ გარედან სარეცხი შემოიტანოთ ოთახში, საკიდით, სადგამით, დადგათ ოთახში, დაუდგათ ჩვენი აპარატი ახლოს, დაახლოებით 50-60 სანტიმეტრის მანძილზე და თქვენი სარეცხი ძალიან სწრაფად გაშრება. ძალიან გამოყენებადი და ეფექტური ფუნქცია, ამიტომ გირჩევთ, თუ ვერ აშრობთ გარეთ სარეცხს, ჩართოთ ეს ფუნქცია და გააშროთ სარეცხი. ჰაერის იონიზაცია, როგორც ხედავთ, გააქტიურებულია ჰაერის იონიზაცია და ინვენტორის ყველა მოდელს მოყვება ჰაერის იონიზაცია ნესტის გამწვავ ფუნქციასთან ერთად. შესაბამისად, ჰაერის იონიზაცია ასუფთავებს ჰაერს, იჭერს ყველა მავნე მიკრობს, ბაქტერიას, ალერგენებს და სხვას. შესაბამისად, აღნიშნული იონიზაციის ჩართვა-გამორთვა შესაძლებელია მოცემული ღილაკზე 3 წამი თითის დაჭერით. როგორც ხედავთ, გააქტიურდა, ჩვენ შეგვიძლია დავაჭიროთ აღნიშნულ ღილაკს 3 წამი და გაითიშება იონიზაციის ფუნქცია. ჩართვა, რა თქმა უნდა, იგივე მეთოდით ხდება, ვაწვევით 3 წამი აღნიშნულ ღილაკს
და გააქტიურდა იონიზაციის ფუნქცია. აქ მოცემული გვაქვს დაბერვის სიჩქარეები და როგორც ხედავთ 4 რეჟიმია მოცემული. პირველი ეს გახლავთ ძილის რეჟიმი და გამოსახულია როგორც ხედავთ მთვარე. როდესაც გავააქტიურებთ აღნიშნულ რეჟიმს, აი ამ ღილაკზე დაწკაპუნებით, თქვენ მიიღებთ მშვიდ რეჟიმს ძალიან დაბალ ხმაურს, რომელიც არასოდეს არ შეგაწუხებთ და შეგიძლიათ ჩართოთ აპარატი ძილის დროს. ეს გახლავთ საშუალო რეჟიმი, ეს არის მაღალი რეჟიმი დაბერვის, ხოლო ავტომატური რეჟიმი თავად აპარატი განსაზღვრავს თუ როდის რომელ სიჩქარეზე უნდა ჩართოს ან გამორთოს ვენტილატორის სიჩქარე. როგორც მოგეხსენებათ, ინვენტორის აპარატები ყველა მოდელი გამოირჩევა ხმაურის ძალიან დაბალი დონით, რადგან ეს აპარატები გახლავთ ლაბორატორიულად შემოწმებული, ყველა მისი კომპონენტი აღიარებულია და სერტიფიცირებულია პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ამ ნაწილში თქვენ იხილავთ მოძრავი პანელის ფუნქციებს, როგორც იცით, ჩვენს აპარატს ინვენტორ ალვას აქვს ჰაერის ნაკადის მოძრავი პანელი და ეს უკვე ვიდეოში გაჩვენეთ. თქვენ ამ ღილაკებზე გაჭერით, გააქტიურებთ სხვადასხვა მოძრაობის დონეს, გახლავთ ქვედა დონე, როდესაც პანელი ჩადის მაქსიმალურად ქვევით, ამ ღილაკზე გააქტიურებით, ზედა დონე, რომელიც მოძრაობს მაქსიმალურად ზედა ნაწილში და ასევე აი ეს ისრები, რომელზეც მოცემულია სამივე მხარე, ამ შემთხვევაში 3D მოძრაობა დავარქვათ, როდესაც პანელი მთლიანად თავიდან ბოლომდე მოძრაობს ერთიან დონეზე. რაც შეეხება აპარატზე მოცემულ ბოლო 2 ღილაკს, ესენი გახლავთ ტაიმერი და Wi-Fi მართვა. ტაიმერის შემთხვევაში თქვენ უთითებთ კონკრეტულ დროს, თუ რამდენ საათში გნებავთ გაითიშოს აპარატი. აწვევით ტაიმერის ღილაკს, უთითებთ კონკრეტულ საათს 1, 2 და ასე შემდეგ და აპარატი ამ დროის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაითიშება. რაც შეეხება Wi-Fi მართვას, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ფუნქციაა. შეგიძლიათ გადმოწეროთ ჩვენი ბრენდ აპლიკაცია, რომელსაც ეწოდება Inventor Control-ი. შეგიძლიათ მოიძიოთ როგორც App Store-ში, ასევე Play Store-ში, გადმოწეროთ ტელეფონში, დაამატოთ ჩვენი აპარატი სიაში და მართოთ ის როგორც საქართველოს ფარგლებში, ასევე საზღვარგარეთიდან. თქვენ არ იმყოფებით სახლში და თქვენი ტელეფონის საშუალებით მართავთ აპარატს დისტანციურად. რა ფუნქციებიც აქვს აპარატს? აი ამ მოცემულ პანელზე იგივე ფუნქციები გადმოდის თქვენს ტელეფონში. გაითვალისწინეთ, მნიშვნელოვანი ფუნქცია და ძალიან კომფორტული. აქვე აგიხსნით Wi-Fi-სთან დაკავშირებით პროცესს, ძალიან მარტივია, აწვევით Wi-Fi ღილაკს 3 წამის მანძილზე, როგორც ხედავთ ეკრანზე გამოდის მოცემციმე კუბები, ეს არის პროცესი, როდესაც თქვენ უნდა დაუკავშიროთ თქვენი ტელეფონი ჩვენს აპარატს. აპლიკაციაში მიუთითებთ დამატებას, ავტომატურად იპოვის აპლიკაცია ჩვენს აპარატს, თქვენ შეიყვანთ თქვენი როუტერის მონაცემებს და მზად არის. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ პირველ რიგში ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინვენტორი ეს გახლავთ უძლიერესი 60 წლის ბრენდი, რომელიც ევროპაში არის პირველი და ნესტთან ბრძოლაში გახლავთ საუკეთესო. ჩვენ გვაქვს როგორც ნესტის აპარატები, ასევე კონდიციონერები, რა თქმა უნდა, ღვინის მაცივრები, ჰაერის გამწმენდი იონიზატორები, რომელიც დღევანდელ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ინვენტორის ყველა პროდუქტი არის უმაღლესი, არის ყველა სერტიფიცირებული და ყველა არის ლაბორატორიულად შემოწმებული და არის პრესტიჟული ორგანიზაციების მიერ აღიარებული. შესაბამისად, ჩვენი პროდუქციის შეძენით თქვენ იღებთ რეალურ ხარისხს. ამიტომ გელოდებით ინვენტორში, ჩვენი მისამართები გახლავთ თბილისი, ყაზბეგის გამზერი 31, ასევე ბათუმში, მელიქიშვილი 63. რაც შეეხება ონლაინ მაღაზია, შეგიძლიათ ჩვენი პროდუქცია იხილოთ shop.inventor.gz-ზე და ასევე გამარტივებული სახელით nesti.g. რაც შეეხება ქუთაისში, ახალი წლის შემდეგ გვექნება ჩვენი მესამე ფილიალი ქუთაისში, შესაბამისად ძალიან მალე ქუთაისელებს გავახარებთ. მანამდე თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თბილისში, ბათუმში, ასევე ონლაინ და საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში და ყველა სოფელში მიწოდება გახლავთ უფასო. გელოდებით, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.